ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისე საღამომშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. ნახოთ რითი იყო საინტერესო 10 დეკემბერი მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მიმდინარეობს მზადება ქართულ შოუ ბიზნესშიც. მე იმედ მაქვს ვარსკვლავები და ზოგადად კულტურულ სფეროში მოღვაწე ადამიანები არაერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებენ. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ. ახლა კი ვნახოთ რას გეგვას უახლოეს მომავალში დათო გომართელი და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მისგან. ტრადიციულად მე ალბათ 24-ში ეს კათოლიკურ შობაზე მექნება კონცერტი, ჩემი სოლო კონცერტი იქნება. ჯერ არა გვაქვს გადაწყვეტილი სად, მაგრამ აუცილებლად იქნება და იქნება ეს ახალი პროგრამა წარმოდგენილი, რომელიც მე დავამთავრე სულ რამოდენიმე დღეა და ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება. ახალი ალბომი, ანუ რაც შეეხება 31 დეკემბერს, მინდა გითხრათ, რომ 31 დეკემბერს კომპანია დემოსთან ერთად მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალწლო შეხვედრის და საღამოსი, რომელიც ჩატარდება გუდაურში, მარკოპოლოში. გამოვლენ ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ზაზო ხუციშვილი და ვაკის პარკი. იქნებიან სტუმრები გერმანიიდან, მუსიკოსები, ასევე თქვენი მონამორჩილიც იქნება. სულ რამოდენიმე დღეში მივდივარ მოსკოვში კლიპის გადასაღებად, ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე, რომელიც ახალ ალბომშია შესული. და ეს გახლავთ ანდარჩუკის სტუდია Art Pictures Group, რომელიც იღებს აი ამ ახალ კლიპს. და ახალ წელს იქნება აუცილებლად უკვე ეს კლიპი გავა ჩვენს ტელეეკრანებზე. გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში გაიმართება მისი ფილმების რეტროსპექტივა. მის შესახებ შექმნილი ბროშურის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა. რეჟისორისადმი მიძღვნილი დღეები გაიხსნა ფოტოგამოფენით, რომელიც სახელწოდებაა ცხოვრება და შემოქმედება. მე კი მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალატოზიშვილი მსოფლიოში აღიარებულია და ის გახლავთ ერთადერთი ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. გამოფენის გაკეთებაში ძალიან ბევრი ხალხი დამეხმარა. აგრეთვე ძალიან ბევრი ფონდი, როგორც სოროსის ფონდი, გეოტე ინსტიტუტი, რომელმაც ესე ძალიან მოინდომა ეს ყველაფერი და ესე გვიმასპინძლებს დღეს საღამოს. ყავ 5 წლის, როცა ბაბაჩემი გარდაიცვალა. ცხოვრობდით სხვადასხვა ქალაქში. ქონდა ურთიერთობა უფრო ისეთი, როგორც ბაბუას შეიძლება ქონდეს პატარა შვილისულთან. რაღაც ესეთი ის არის, ხო, ამიტომ ჩემთელი ცოდნა და ესე უფრო მერე მოვიდა, როცა მოცეთ უფრო დიდი გავიზარდე, პირველად მაგის კინოები ვნახე და რაღაცნაირად შევეხე უკვე ბაბუაჩემ სამწუხაროდ ცოცხალი არისო. უნიკალური კოლექცია ქონდა მუსიკალური ფირფიტების და ჩანაწერების. ჩამოქონდა მთელი მსოფლიოდან, ძალიან უყვარდა მუსიკა და კარგად ერკვეოდა. და კულტი ქონდა მუსიკის მოსასმენად. ჩვენ ბაბუაჩემის სიკვდილის მერე ჩვენ გადავედით მოსკოვში და ცხოვრობდით მის ბინაში. და მახსოვს რომ დიდ ოთახში იყო სქელი ხალიჩა დაგებული, უჩვეულებრივი სქელი ხალიჩა, მარტო იმისთვის რომ ფეხის ნაბიჯს არ შეეშალა მუსიკის მოსმენის დროს. რო ვილაპარაკოთ თვითონ მიხეილ კალატოზიშვილზე, ეს ხო არის ფანტასტიკური ხელოვანი, რომელმაც უზარმაზარი კვალი დატოვა კინოხელოვნებაში. საერთოდ მსოფლიო კინოხელოვნებაში და მსოფლიო კულტურაში, იმიტომ რომ ფიქრობ მან თავი მოუყარა თავის თავში და თავის შემოქმედებაში იმ უმნიშვნელოვანეს ამბავს, რასაც ქართული კულტურა ქვია, ქართული მსოფლგაგება, თორემ შეგრძნება ქვია, ქართული რომანტიზმი ქვია, თუ გნებავთ, ქართული ინტელექტი ქვია, ქართული თვალი ქვია, როგორ ხედავდა ეს ყველაფერს. და შემდეგ ჯიმშვანტეთი დაწყებული ეს ყველაფერი გაატარა მთელი თავის სიცოცხლე და მიიტანა ისეთ უნიკალურ და საოცარ ფილმამდე, როგორც არის მიფრინავენ წეროები. თვითონ
არ უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი და პრაქტიკულად არ არსებობს ბაბუაჩემის ინტერვიუ, ამიტომ მეც მომინდა რომ აფიშაზე და მოსაწვევზე დამებეჭდა ბაბუაჩემის ფოტო, სადაც მალავს თავის სახეს. ქართული შოუ ბიზნესის ერთმა ნაწილმა მართალია ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გადაწყვიტა თბილისობის დღესასწაული საქართველოს საზღვრებს გარეთ აღენიშნა. მართალია კონცერტი ტრადიციული ტივის ნაცვლად გემზე გაიმართა და არა მდინარე მტკვარზე, არამედ ოკეანეში, მაგრამ ღონისძიებას თბილისობის ელფერი მაინც დაჰყვებოდა. მოკლედ თამუნა ამუნაშვილი, ქეთა თოფურია, ნუნუ გაბუნია და ოთარ ტატიშვილი უკვე თბილისში არიან. და იმ გასტროლების შესახებ, რომელსაც ასე დაარქვეს, თბილისობა ამერიკაში პრესკონფერენციაც გამართეს. ჩვენ საერთოდ სოფლიოში შეიძლება შეიძლება მაგრამ გემონამდვილად არა ჩვენი ოჯახის დედაბურჯი ხო შეიძლება ქალბატონის და ნათელასზე და ეს იყო ქალი რომელმაც აი 12 დღის განმავლობაში ალბათ არც დამჯდარა დილიდან საღამომდე სულ სუფრაა გაშენდა ძალიან დიდი სახლი იყო და მე შევასრულე რაც მქონდა ისეთი ცოტა ხალისიანი სიმღერები ასე ვთქვათ მათ შორის იყო რუსული სიმღერებიც ქართული სიმღერებიც კონცერტი რომ დაიწყო იქ როგორი რაღაც იყო იცი მეორე სართული და მესამე სართული აივნები იყო მესამე სართულზე ოღონდ მაგიდები და ყველა სუფრა გაშენდა აი რომ დაიწყო კონცერტი ეს ყველა რო წამოთ აი როგორც აქ არის აივნები ნახე აი ზუსტად ესეთი განწყობა იყო მაგიდები და ყველა აივანზე ნუ აი ასე გადმოწეული ყველა მუცბად მიატოვა მაგიდები ჭამასმა და ნუ გადმოიხედა ხოლმე ისეთი გაოცებული ნუ ტაში ყველა სიმღერას რომ იწყებდი შუაში რომ ამთავრებდი სიმღერას არ ტაში რაღაცა გაბრწყინებული ცრემლიანი თვალები ძალზე მნიშვნელოვანია ის რომ აი ამ კონცერტებზე თვითონ ქართველობა ხდება ერთმანეთს ცოტა გარიყულები მომეჩვენენ მართალი გითხრათ იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში და როდესაც გემზე ისინი შეხვდნენ ერთმანეთს უნდა გენახათ როგორი აღფრთოვანება იყო როგორი სიხარული ნებისმიერი კონტაქტი რომელიც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამყარდეს მით უმეტეს როცა ხელოვნებას ეხება საქმე ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამერიკული ბაზრის დაპყრობა ძალიან რთულია არ დაიჯეროთ როდესაც მიდიან მუსიკოსები და ამბობენ რომ აი ამერიკელები ესწრებიან და მსგავს კონცერტებს ასეთი ანშლაგით მართავთ იცით ძალიან კარგი შემფასებლები არიან იქ ვერ გააცურებ იქ მდარე მუსიკას ვერ გაყიდი აი ეს გაყიდვა რაღაც ამერიკელები მასწავლეს ეს სიტყვა და ყველაფერს კარგად ყიდიან. ასე რომ თუ ეს არის პროფესიონალური შესრულება, ის კარგად იყიდება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ესტრადა, ხალხური შემოქმედება, ეს იქნება აკადემიური მუსიკა და ასე შემდეგ. თავარია რომ პროფესიონალი იდგეს პროფესიონალურ სცენაზე. შეიძლება პოვა კონცერტის შემდეგ მათმა ურთიერთობამ თებერვალშიც რო ვიყავი და ეხლა ციცი საოცრად იხალის ეს ეთყობა აი ჩვენი ეს ბუნება ქართველების მათ ისინი მაინც არ არიან ესეთ ემოციური ურთიერთობებს შეჩვეული. აი ჩვენი რაღაცა სილაღე, ჩვენი გახსნილობა ეთყობა მათთვის გადამდებია და თვითონაც იხსნებოდნენ ეცი და არაჩვეულებრივია აი და მადლობას გვიხდიდნენ. მე პირადად უსურვებ მათ რომ ეს ყველაფერი კარგი, ძალიან კარგი რომ ამერიკაში ბერმა ნახა თავის ადგილი, თავის საქმიანობა ფეხზე დადგა, ზოგიც ჯერ ვერ დადგა, მაგრამ საბოლოოდ მეთმართმას მეთქი რომ დიდი ნაწილი დაბრუნებული იყო საქართველოში და აი ჩვენი ქვეყანა ვაშენობდა ჩვენი ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.